მოგესალმებით მეგობრებო. სად მივდივართ? ახალციხის დედაქალაქ აბასთუმანში. მოკლედ მეგობრებო მივდივართ აბასთუმანში. პირველად სხვათა შორის არ ვართ რამყოფები. ბავშვობას თუ არ ჩავთვლით, ხომ ბავშვობაში ვართ. რამყოფები, რომელიც არ გვახსოვს ფაქტიურად. წავედით თან დაგათვალიერებინებთ, როგორი გახდა აბასთუმანი, ვნახოთ ერთად. და კიდე რა უნდა ვქნათ რა? გზად შევვლით მწვანე მონასტერს, ახალციხეში რაბათს და გზად რაც შეგხვდება. ანუ ესე იგი ცოტა გრძელი ექსკურსია გვექნება დღეს. რა, კარგი. Oh my god! მოკლედ ასე ლამაზად გამოიყურება მწვანე მონასტრის ტერიტორია ბორჯომის ხეობაში. ახლა გავაგზავნებთ გზას, წავალთ ახალციხის მიმართულებით, სავარაუდოდ ვნახავთ რაბათს და შემდეგ ვაპირებთ ისევ და ისევ აბასთუმანში და დრო თუ დაგვრჩება საფარასაც მოვინახულებთ. და ჩემო გვერესტორნა თქვი მეგობრებო, რა შეჭამ? კაშაყის ფილეს. კაშაყის ფილეს უკვეთავთ მეგობრებო, ლიმენითა. აი, ვარჩევთ მენიუს ესე იგი. ნახოთ, შემოგთავაზებთ რას ავიღოთ. რა პურია ბიჭო, მოკვეჩილი მოიტანეს. Free მოვიდა მეგობრებო. ხოლოდ free. სხვა არაფერი ჯერ free-ს გარდა და ვიკბინებით უკვე. როლი კერძი ყოველთვის ჩემია კადრში. სოკოც მოვიდა. მოვიდა მთავარი კერძი და ვალოდინეს 1 საათი. ეხა ისეთი გემრიელი თუ არ იყო, როგორც უნდა იყოს. რა ზღირდა ამ 1 საათის ლოდინად. მე ნახო ნამოთ. აი ასე გამოიყურება. ესე იგი აბასთუმანის აბანოები გარეთ. ეს შენობა როგორც ხედავთ. ხო ნახოთ შიგნით როგორია. ეს გამოიყურება. თვითონ აბანოები. ძალიან მაგარია. წყალი არის სასწაული. ცხელია იმენა რასაც ქვია. ეხლა უნდა გადავიდეთ ცოტა გრილი აბანო სადაც არის. აი აქ თამ ხარის გაჩვენებთ. აქ შედარებით გრილიაო წყალი როგორც მითხეს. აქედან ჩავალთ ისევ ცოტა ხანი ამ ცხელში და შემდეგ ნელ-ნელა გავუყვებით ჩვენ მომავალ გიგმას. ძალიან ცხელია, მაგრამ ძალიან ასწორებსო. ეს არის როგორც გითხარით მეგობრებო, ესე იგი აბასთუმანის ცხელი აბანოები. წყალი არის აი რავი. ალბათ 40 გრამოსზე მეტია. იმიტომ რომ
ძალიან ცხილა რა, არ გვიჟდება. შიგნით რო ხარ რა. მოგლეთ მაგარია, აკო რა სიტყვში? მაგარია, არ ველოდებოდი ალბათ. არც მე რა. გარედან ცოტა სხვა სიტუაცია მეგონა. შიგნით ნორმალურია ყველაფერი რა. ესე გამოიყურება რა. მოკლედ მეგობრებო, ავდივართ ესე იგი ობსერვატორიაში და ასეთი სილამაზე აი, რავი, ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. ნახე ბრალთ რა მაგარი ხედი იშლება ობსერვატორიის გზაზე ასასვლელ ტერიტორიიდან. ულამაზესი. მოვახციეთ ობსერვატორიამდე, ამოვედით მოკლედ და ველოდებით ჩვენ გიდს. ინგლისური ცოდნა გიდი გახდაავთ. ამ ტურისტულ ჯგუფშიც ხომ ვერ ჩაიბარებდით. აგეთ ვარიანტში ვართ, ველოდებით გიდი როდის მოვა, რომ შეგვიყვანოს და ობსერვატორია დაგვათვალიერებინონ. უნდა ვკითხოთ რა, შიგნით გადაგვაღებინებენ თუ არა. იმედია რომ გადავიღებთ და განახებთ შიგნითაც რა ხდება. შემოვედით. გამოჩნდა ჩვენი გიდი. ნახოთ აბა რა სანახაობა გველოდება ობსერვატორიაში. შევხედოთ. ეს არის თავარი შესასვლელი საიდანაც შემოვედით. ნახოთ აბა წინ რა დაგხვდება. რეფლექტორი, რომელიც შარშან დავდგით, ავსტრიული წარმოების ტელესკოპია ლექციის დროს მე სურათებსაც გაჩვენებთ. ძალიან მაღალი ხარისხის, კარგად აღჭურვილი ტელესკოპია. 10 მილიონი ლარი დაჯდა ეს პროექტი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადაიხადა. და საკმაოდ წარმატებული პროექტია ჩვენი ობსერვატორიის. თუმცა, გარდა ამისა, სულ 10 ტელესკოპია ჩვენს ობსერვატორიაში, სხვადასხვა ზომის დანიშნულებით, ზოგიერთი ისტორიული ძეგლია, ზოგიერთი აქტიურად გამოიყენება მეცნიერებისთვის. ხეებს უკან შენობას ხედავთ, ის სხვა შორის ისტორიული შენობაა და ტელესკოპიც არის შეგეთ განთავსებული ერთი საკმაოდ მოზრდილი, რომელიც აშენდა 1950-იან წლებში, 70 წელს. ზოგიერთი ხარჯის კაბინეტი. ზოგიერთი ხარჯი პირველივე დღიდან 1922 წელს დაინიშნა დირექტორად, სულ 23 წელს იყო. სულად ახალგაზრდა ადამიანი, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან შეყვარებული თავის საქმე მიზან მართულიას და მეგობრებო ჯეროდა წამდა საქმესაც წაკეთებდა. თუ ახლა 23 წლის არ ვიცი თქვენ გაბედავდით ესეთ რთული ამბავი უდიდესი აღმოჩენა გააკეთა და რამდენიმე ქრესტომოტივული შეუმა შეისწავლა. ამიტომ მისი ღვაწლის აღსანიშნავად 70 წლების დასაწყისში თვარეზე ერთ-ერთ კრატერს საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირის გადაწყვეტილებით დაერქვა ვაშაკიძის სახელიც, რომ ვაშაკიძეებმა შოროთი ამბობენ, რომ თვარეზე შეიძლება ქუჩაც არის საქართველოში, თვარეზე კრატერი აქვს. მაგრამ ეგ არ არის ერთადერთი საამაყო ქართველებისთვის კიდევ გვაქვს. პირველ რიგში არის სტენდი, გვიჩვენებს, როგორ ვითარდებოდა ჩვენი ობსერვატორია, ჩემი სიტყვების დამადასტურებელი არის ეს ფოტოსურათები. აი ჩანს როგორ რთულის პირობებში, უგზაობაში, შინაური ცხოველებით და ურმებით ამოქონდათ საშენი მასალა, ნადგარები, ისინი და ნელ-ნელა შენდებოდა. მერე ვითარდებოდა ობსერვატორია, სხვა შორის პიკი განვითარების რაოდენობრივი თვალსაზრისით. ობსერვატორიას ჰქონდა 1980 წელს. ახმშობდა 250 ადამიანი. მათ შორის ნახევარზე მეტი მეცნიერ თანამშრომლები და არჩენ სხვა სპეციალურების ინჟინერები. ვარც ბევრი მუშები უბრალოდ თუნდაც ლაბორანტები, ასისტენტები და ბევრი. ეს მოწყობილობის შეჩერება დაასრულა. იმასა ტელესკოპი მას ორი დეცის გარშემო და სადღაც რომელიღაც მიმართულებით გაიხედავს სადაც ჩვენ გვაინტერესებს. შიგნიდან როგორ არის მოწყობილი? აქედან შედის სინათლე, გაივლის ფერმილს, აი ეკლება ბოლოში მოთავსებული სარკისგან და იკრიბება
სადღაც აქ ცენტრში შიგნით, სადაც მოთავსებულია პროფესიონალური ვიდეო. ეს ნიმუში რეალურად უკვე ფიზიკურად აღარ არსებობს საწყობილი სახით. ავერბის სამსახურის ორგანიზაციის მექანიზმები რა იქნებოდა და მექანიზმის მოსაზრედაც ხარისხიანი ექნება. მოწეოდა ამის სამსახურის წარმოებით განსაზღვრებას. მაგრამ მე გამოვიდა პროცესიდან და ამის განმარტება იყო. ფაქტობრივად შეუძლებელი ეს ჩანაცვლება და ახალი ხილა ტელესკოპია. და ამ ზღერშო პროვინციას ტელესკოპი ზუსტად მეყრება ვარსკვლავების გადაადგილებას, დღე-გამურ გადაადგილებას ცალკე. თუმცა ხელით არ ხდება, სპეციალური ძრავა ერთვება და შეუმჩნევლად ტელესკოპი მიიღება ვარსკვლავებს. გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება, რომ ვატრევოთ გუმბათი, ხო, ზოგიერთ აიქით უყურებთ ხოლმე. აი ასე, ვაკეთებთ. სწავლული. წარმოგვიდგენიცა. თავიდან მოგეჩვენათ ალბათ რომ იადაგი ტრიალებდა. მე წადი არ არის ასე არ არის. აი ეს კონსტრუქცია მთლიანად ბრუნავს შესაბამის ელემენტებს. კულტურის. ამ ტელესკოპს ახლა გავიხედოთ. ამოვწევ ამას ასე. და შეიძლება ჩაიხედოთ და გადავიღოთ სურათები. სამწუხაროდ ახლა ვერ დაგეგმები ვარსკვლავებში, მაგრამ აი შავშავად ძალიან მაგარი იყო მეგობრებო. ფაქტიურად ვერც ვლაპარაკობდი, ესე იგი რომ დავინახეთ ამ ხელა ტელესკოპი და გავიხედეთ. დიდი ვერაფერი დავინახეთ, მაგრამ რაღაც სხვა შეგრძნებებია მოკლედ რა. მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო დღევანდელი დღე უკვე მიუახლოვდა დასასრულს, წამოვედით ობსერვატორიიდან, როგორც ხედავთ. გავდივართ უკვე აბასთუმნიდან. დიდი მადლობა ყველას, ვინც უყურა ჩემ ვიდეოს. და თხოვნა იქნება თუ მოგწონთ ასეთი ვიდეოები და გსურთ რომ გავაგრძელო ასეთი კონტენტის ჩაწერა და ნახოთ და დავათვალიეროთ ერთად სხვადასხვა ადგილები. თხოვნა იქნება რომ უბრალოდ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი გვერდი. მადლობა ყველას, გემშვიდობებით.